პატიოსანო მამანო და საყვარელნო ძმანო, უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვწირავთ ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარ ეპისკოპოს, უნეტარეს იერონიმეს, კურთხევისთვის, რათა დავსწრებოდი დღევანდელ ღონისძიებას. თავს დავალებულად ვგრძნობ მადლიერება გამოვხატო პატივცემული მამა მათეხალარისა და მისი თანამსახური მღვდლებისადმი, რომელთაც მოიწვიეს ჩემი უღირსება, რათა დღეს თქვენთან ერთად ვისაუბროთ ჩვენი დროის დიდ პიროვნებაზე. მან თავისი თავგანწირული მსახურებით ჩვენი წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის ყანაში, სხვა მოციქულთა სწორ კოზმა ეტოლიელის მსგავსად, განამტკიცა, მოიმუშაკა და სრულიად ააღორძინა ჩვენი ძმები მართლმადიდებლობასა და ბერძნულ ქრისტიანულ ტრადიციებში, არა მხოლოდ აქ, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის შორეულ ქვეყნებშიც. სიტყვა ეხება ამერიკის შეერთებული შტატების შორეულ არიზონის უდაბნოში მდებარე წმინდა ანტონი დიდის მონასტრის დამაარსებელსა და მოძღვარს. აწუყვე განსვენებულს, ღირსი ფილოთეოსის ჩვენი წმინდა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, უძვირფასესა და უსაყვარლეს სულიერ მამას, ნეტარხსენებულ გერონდა ეფრემ ფილოთეველს. გერონდა ეფრემი ერისკაცობაში, იოანე მორაიტისი, გახდათ ღირსი ფილოთეოსის წმინდა მონასტრის წინამძღვარი 1973 წლიდან 1991 წლამდე. იგი წარმოშობით ვიოლისის, ნია იონიადან იყო. დაიბადა 1928 წლის 24 ივნისს. იმ დღეს, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებულისა და პატიოსნისა, წინასწარმეტყველისა და წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს. დედამისი სახელად ვიქტორია, შემდგომში მონაზონი თეოფანო, ძალზედ ღვთისმოშიში გახდათ. რის წყალობითაც იოანე პატარაობიდანვე ეზიარა ლოცვასა და ღრმა სულიერ ცხოვრებას. ვოლოსში მისი მოძღვარი იყო არქიმანდრიტი ეფრემ კარაგიანისი, რომელსაც სულიერ წინამძღვარად ბერი იოსებ ისიქასტი ჰყავდა. სწორედ მასთან მივიდა შემდგომში მორჩილად თავად გერონდა ეფრემიც 1947 წლის 26 სექტემბერს. პატარა იოანეს წმინდა მთაზე მისვლამდე ღირსმა იოსებ ისიქასტმა სიზმარში იხილა პატიოსანი წინამორბედი, რომელმაც მიუთითა, რომ თავის სამწყსოში ჩაერიცხა პატარა იოანეც, რომელიც სწორედ იმ დღეს მიდიოდა წმინდა მთაზე ღირსი იოსების გამოქვაბულისაკენ, რათა დამოწაფებოდა ღირს მამას და მონაზვნად აღკვეცილიყო. მას შემდეგ ბერი იოსები ამ ახალგაზრდაზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა, რადგან თავს პასუხისმგებლად თვლიდა პატიოსანი წინამორბედის წინაშე. ახალგაზრდა იოანესა და შემდგომში მონაზონ ეფრემს ბუნებრივია არაკლად განსაცდელები, შეურაცხყოფა, დამცირება და იშვიათად ჯოხიც კი, როგორც აღზრდის პედაგოგიური მეთოდი. გამოვტოვებთ რა ამ დიდი თანამედროვე ასკეტისა და გონიერი ლოცვის მასწავლებლის იოსებ ისიქასტის ფერხთით გატარებული 12 წლიანი მოღვაწეობისა და მოწაფეობის დეტალებს. გადავდივართ 1959 წლის 15 აგვისტოზე, მის ღირსეულ მიცვალებაზე. ღირსი იოსების გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა ცალ-ცალკე ჩამოაყალიბეს საკუთარი კრებულები. ბერი ეფრემი თავის კრებულებთან ერთად ცხოვრობდა ნიას სკიტში 1968 წლამდე. შემდეგ გადავიდა ათანასეს ლავრის პროვატას სკიტში, სადაც 1963 წლამდე დარჩა. ვიდრე ფილოთეოსის წმინდა მონასტრის შესავსებად მოუხმობდნენ თავის საძმოსთან ერთად. ფილოთეოსის მონასტერში ბერი ეფრემის კრებული იმდენად გაიზარდა, რომ 1969 წლისათვის 85 მონაზონს ითვლიდა. ამის შემდეგ 1979 წელს მას სთხოვეს შეევსო კოსტამონიტოს მონასტერი, რომელიც გაუკაცრიელებული იყო. მომდევნო წელს ქსიროპოტამის მონასტრიდან მიმართეს თხოვნით, რათა ეს სავანეც შეევსო მონაზვნებით. 1991 წელს კი კარაკალოს მონასტრიდან. ამასთან პარალელურად გერონდა საერო პირებთანაც ეწეოდა მოციქულეობრივ ღვაწლს, თავის უამრავ სულიერ შვილთან ერთად. მან საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში დააარსა მრავალი დედათა მონასტერი. იმავდროულად მას არაერთხელ სთხოვეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მცხოვრებმა მართლმადიდებელმა ბერძნებმა, ჩასულიყო მათთან სულიერი დახმარების აღმოსაჩენად. იქ, სადაც სამწუხაროთა სულიერი ცხოვრება არ არსებობდა და ხალხი
პროტესტანტიზმისა და უღმერთუების მარწუხებში დაღუპვის საფრთხის წინაშე იდგა. 1979 წლის 24 აგვისტოს წმინდა კოზმა ეტოლიელის სადღესასწაულო ღამის თევისას მხურვალე ლოცვის შემდგომ, როგორც სჩვეოდა ხოლმე მამა ეფრემმა, მიიღო გულსავსება. პირველ ყოვლისა კანადაში ჩასულიყო, შემდგომ კი შეერთებულ შტატებში, სადაც თვითონვე დარწმუნდა ამ სამწუხარო მდგომარეობის ხილვით და მთელი სულით მიეცა შრომას ამ ხალხს დასახმარებლად. რათა თავი დაეძვრინათ სიკეთის მოძულე მტრის კლანჭებისაგან. ასე შექმნა მან უდიდესი საქმე მრავალ ათასობით სულიერ შვილებთან ერთად. იგი მდაბლად, უხმაუროდ მოქმედებდა ადამიანთა სულების საცხოვნებლად და არა საკუთარი დიდების საძებნელად. ვინაიდან ამ მსახურების მიმდინარეობისას მან გააცნობიერა, რომ აღნიშნული ღვაწლის გასაგრძელებლად საჭირო გახდათ ზოგად ცხოვრებულთა მონასტრების ჩამოყალიბება. ბევრი ლოცვის, შრომის, სირთულეებისა და დაუძლეველი განსაცდელების შემდეგ შეძლო 17 მამათა და დედათა მონასტრის დაარსება. ეს მონასტრები ფუნქციონირებენ როგორც სულიერი ნავსაყუდლები და შუქურები ადამიანთა სულების გამოსაფხიზლებლად და გადასარჩენად. იმ ადგილებში, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ეშმაკი იყო მბრძანებელი და ჰყავდა დამორჩილებული ადამიანები ისე, რომ საერთოდ აღარ შეეძლოთ არანაირი წინააღმდეგობის გაწევა. ამდენად მუშაკობდა რა მამა ეფრემი მთელი ეს წლები, 1991 წლისათვის, ღვთისგან მიღებული უწყებისა და ლოცვის შემდეგ. ისე რომ ჯერ ჩვენ უყავდით მომზადებულნი, გადადგა ფილოთეოსის მონასტრის წინამძღვრობიდან და გადავიდა შეერთებულ შტატებში, რათა აღესრულებინა თავისი ახალი მოვალეობები ღვთის განგებისადმი მორჩილებით. ესე შეიქმნა წმინდა ანტონი დიდის მონასტერი არიზონაში, რომელიც გახდათ ცენტრი და წმინდა მოძღვრისა სამუდამო ადგილსამყოფელი. იქ დარჩა ცხოვრების ბოლომდე, 2019 წლის 7 დეკემბრამდე, მორჩილებითა და კვლავ მეუფე ქრისტეს მოხმობით, რათა განმცხრალიყო ამდენი წლების ნაყოფებით, უკვე განსაცდელებისა და სირთულეების გარეშე, რომელთაც წინა აღუდგა მთელი ამ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე. მამა ეფრემს, როგორც ჭეშმარიტ შვილს, ღირსი იოსებ ისიქასტისა, მონაზნური ცხოვრების საფუძვლად მოძღვრისადმი მორჩილება ჰქონდა. აქ არსებობს ერთი განსხვავებული ფორმა, რადგანაც გერონდა იოსები გახდათ თავისი დროის უდიდესი ისიქასტი, მაგრამ მონაზნურ ცხოვრებას, ასკეტურ მოღვაწეობას კი არ უდებდა საფუძვლად, არამედ მორჩილებას. ერთხელ, როდესაც სულიერი სარგებლისათვის წავედით ღირს ეფრემ კატუნაკელთან, გვითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ მათ სადაყუდებულოში შეიარა რომელიღაცა ძმამ ფილოთეოსის მონასტრიდან და მას ჰკითხა, თუ რა დაუტოვა მათ ანდერძად ბერმა იოსებმა ლოცვასთან დაკავშირებით, რადგანაც როგორც ცნობილია, ბერი იოსები გახდათ ის, ვინც წმინდა მთაზე კვლავ აღადგინა გულისმიერი ლოცვა. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, რამე თუ აღნიშნული ლოცვა დავიწყებას იყო მიცემული. მაშინ როცა მავანი დასმულ კითხვაზე დაელოდებოდა პასუხის მიღებას ღირსი ეფრემისაგან, ბერმა მას უპასუხა, არა, ღირსმა იოსებმა ჩვენ ლოცვა კი არ დაგვიტოვა, არამედ მორჩილება. ყოველივე სხვა სწორედ აქედან მომდინარეობს. რატომ დაუდო საფუძვლად ბერმა იოსებმა მონაზნურ ცხოვრებას მორჩილება? იმიტომ რომ თავის ერთ-ერთ წერილში ამბობს, ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ ბერ არსენთან ერთად, გულისხმობდა თავის თანამოღვაწეს. რომ მოგვეწვია და მოგვეპოვებინა მადლის ეს ნაყოფი. ამ მონაზვნებმა კი გულისხმობდა თავის მოწაფეებს მორჩილებით, დიდი მოღვაწეობის გარეშე მიაღწიეს იგივე სიმაღლეს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ გერონდა ითხოვდა განუსჯელ მორჩილებას, როდესაც ხედავდა, რომ მისი მოწაფეს ან უჭირდა, ან ხშირ შემთხვევაში ურჩობდა მოძღვრის მცნებების მიმართ. აკეთებდა იმას, რასაც მოციქული პავლე ახსენებს. ყოველთავ ქმენ ყოვლად, რათა ყოველნი ვაცხოვნე, ან ამხილე, შერისხენ და ნუგეშინისეც. ერთხელ, როდესაც გერონდა ეფრემი იმყოფებოდა პოვატის სკიტის წმინდა არტემის კელიაში, ერთმა მოწაფემ მისადმი ურჩობა გამოავლინა.
ერთ-ერთი კანონის დადება, რომელიც გერონდას ჩვევად ჰქონდა ჩვენს დასასჯელად და რომელიც დღემდე ხორციელდება მისი მონასტრების კრებულებში, გახლავთ ის, რომ მსახურების ბოლოს სტუაში დაგვაყენებდა და დაჩოქილები ვითხოვდით შენდობას, გამოვლელი მამებისა და მომლოცველი ერისკაცებისაგან ჩადენილი შეცდომის გამო. მაგალითად, მამანო და ძმანო, მომიტევეთ, რადგან ვარ ნაყროვანი, ან ვარ ამპარტავანი, ან ჩემს მოძღვარს ვეურჩები და ასე შემდეგ. მამები კი პასუხობდნენ, ღმერთმა შეგინდოს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ერთ მონაზონს გაუჭირდა ბერის დამორჩილება და არ სურდა მუხლის მოყრა, რადგანაც ბერმა მას მრავალჯერ მოუწოდა და სთხოვა, რომ მორჩილება გამოეჩინა. მან კი ეს ვერ მოახერხა. თავად გადაწყვიტა ამის აღსრულება, რაც მოწაფემ ვერ შეასრულა. იგი ტაძრის შესასვლელის წინ დაწვა და მონასტრის ყველა მამას ტაძრიდან გამოსვლის დროს მასზე ზემოდან გადავლა უბრძანა. ცხადია, ბერმა ეს იმისთვის მოიმოქმედა, რათა მოწაფე მიმხვდარიყო, რომ რაკი მან ვერ შეძლო თავის დამდაბლება, მისი გულისათვის თავად მოძღვარმა დაიმდაბლა თავი, რათა გამოესყიდა მოწაფის სასჯელი. ამგვარად, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გვაჩვენებდა, გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა ვიმდაბლებდეთ თავს და სიმდაბლის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს, რადგან სიმდაბლე არის გასაღები, რომელიც ყველა კარს აღებს და მისთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. წერილებში, რომელთაც ბერი უგზავნიდა სხვა მონასტრის კრებულის მონაზვნებს, ან ერში მცხოვრებ თავისა სულიერ შვილებს, დასასრულ მუდამ აწერდა, თქვენი უღირსი მამა, ან თქვენი უდღეური მამა, ან კიდევ რაიმე მსგავს, რადგან ბერი ეფრემი მუდამ თავის ხვედრებაში იხვწოდა, ანუ საკუთარ თავს მუდამ ყველაზე დაბლა აყენებდა და ეს შინაგან საქმიანობად ჰქონდა. იგი მეუბნებოდა, რომ როდესაც ხალხთან აღსარებისათვის ვიწყებ შეხვედრას, დასრულებისას, როცა ჩემი სენაკიდან გამოვდივარ და ზოგადად ყოველთვის თავის ხვედრებით აღვიჭურვებიო, ანუ სულელო, ჩერჩეტო, შტერო, ბინძურო არარაობავ და მსგავსი მეტსახელებით მიმართავდა საკუთარ თავს, რომლითაც ცნობიერების დამდაბლებას ცდილობდა. ამდენად, როდესაც ხალხი მას სხვადასხვა საქებარ რამეს ეუბნებოდა, ან პატივს მიაგებდა, იგი მეუბნებოდა, რომ ეს ყოველივე საერთოდ ვერ აღწევდა მის გულში. ის თავის საქმეს აკეთებდა, მუშაობდა თავისი სულის დასაცავად, თორემ სხვაგვარად თუ ასე არ მოიქცეოდა, სულიერად გავგარიბდებიო, ამბობდა იგი. ბერი ეფრემი ყველა ჩვენგანს ურჩევდა ორ უძლიერეს საჭურველს, იესოს ლოცვასა და თავის ხვედრებას. ერთი მხრივ, იესოს ლოცვა იმისთვის არის, რომ ვითხოვდეთ ღვთის მოწყალებას, მაგრამ რადგანაც ლოცვა შეიძლება იძახდე, თუმცა ითხოვდე ღვთის მოწყალებას ზევიდან, ანუ ეგოიზმით, ქედმაღლობით, გულქვაობით. ამიტომ ლოცვას თან უნდა ახლდეს ეგრეთ წოდებული თავის კვედრება, რათა ამავდროულად ცნობიერება დაეშვას დაბლა და ვითხოვდეთ ღვთის მოწყალებას დაბლიდან, სიმდაბლით, რათა ჩვენმა ლოცვამ ქრისტემდე მიაღწიოს. იგი ამბობდა, რომ ეს ორი საჭურველი არის დაუმარცხებელი, ჯვარედინის სროლა. როგორი განსაცდელიც არ უნდა შეგხვდეთ, გამოიყენეთ ეს ორი საჭურველი და გამარჯვებულები გამოხვალთ, ამბობდა ბერი ხაზგასმით. მამა ეფრემს, როგორც ბერი იოსების სულიერ შვილს, ძლიერ უყვარდა სიმდაბლე და რა თქმა უნდა თავისი საქმეებით პრაქტიკულადაც ასწავლიდა და ხშირად მკაცრიც იყო ჩვენდამი. ადრეულ წლებში უფრო მეტად. დროთა განმავლობაში ძალზედ გახდა ჩვენი უძლურების გამო. თუმცა არც ჩვენ ვთვრტვინავდით ამ ყველაფრის გამო. პირიქით, იგი განსაკუთრებულად შევიყვარეთ. მისი ჩვენდამის სიყვარული მცირედითაც კი არ იკლებდა. პირიქით, ვგრძნობდით ამას და ყოველდღიურად ვტკბებოდით ამით. არ უშვებდა ამაოდმეტყველებას, იდიორითმიას, ანუ გერონდას კურთხევის გარეშე სენაკში ნივთების ქონას
ფარულად ჭამას, განკითხვას, კადნიერებას. ანუ ზედმეტი სითამამეს ერთმანეთსა და ერის ხალხს შორის. და ზოგადად ვიღებდით კურთხევას ყველაფერზე, რასაც ვაკეთებდით. ყოველივე ეს მიზნად ისახავდა აზროვნების მოუძლურებას, ჩვენი ხასიათის გამოჭედვას, იმისათვის რომ დროთა განმავლობაში შვება გვეგრძნოთ ჩვენი ეგოიზმის სიმძიმეებიდან, რომელიც ერიდან მონასტერში მოვიტანეთ. წმინდა მთის ძველი მომლოცველებისათვის ცნობილია, რომ როგორც კი ფილოთეოსის მონასტრის კარიბჭეში შეხვიდოდი, შეხვდებოდი ფუტკარს, რომელიც მონასტრის ყველა კუთხეში გამუდმებით იძახდა: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. გერონდა ითხოვდა, რომ ლოცვა ხმამაღლა წარმოგვეთქვა, რადგან ამგვარად ვაჩერებთ განსაცდელს, წარმოსახვას და უფრო იოლად შეგვიძლია იესოს ლოცვაზე კონცენტრირება. ამავდროულად ვეხმარებით სხვა ძმებსაც, რათა ისინიც გონება მოკრებილები იყვნენ და ბუნებრივია ეშმაკიც ამ ლოცვის გაგონებაზე წრწის, ღრიალებს და გარბის. რა თქმა უნდა, გერონდა გონიერი ლოცვის, ეგრეთ წოდებული გულისმიერი იესოს ლოცვის დიდი მესაიდუმლე იყო და არსებობს მისი საუბარი ვრცელი და დეტალური განმარტებით ამ ლოცვის შესახებ, რომელსაც თან უნდა ახვდეს შესაბამისი ცხოვრების წესი და გამოცდილი სულიერი ხელმძღვანელის მეთვალყურეობა. ამგვარად ბერი მოგვიწოდებდა დავკავებულიყავით ამით ყოველდღიურად ჩვენ სენაკებში ღამის თევის დროს, რადგანაც ჩვენ ამით დიდ სულიერ სარგებელს ვღებულობთ. გერონდა დიდ ყურადღებას ანიჭებდა სენაკებში განმარტოვებით ღამის თევას, რადგან აქედან ვიღებდით და ვიღებთ სულიერ ძალასა და საკვებს იმისთვის, რომ წარვემატოთ დღის განმავლობაში. გერონდა იყო მღვიძარე გუშაგი ისე, რომ ეს სხვებისგან დაფარული იყო. განსჯითა და სულიერი გზით ადევნებდა თვალყურს ყველაფერს მონასტერში და როდესაც ჩათვლიდა, რომ უნდა ჩარეულიყო, ერეოდა, რათა მიესწრო და გამოესწორებინა რამე. თავის სენაკში განმარტუებით ღამის თევის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ იქ ბევრი რამ მომხდარა, განსაკუთრებულ სულიერ გარემოებას ჰქონდა ადგილი. საუბრობდა ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმინდანებთან და დიდ ბრძოლებს მართავდა ეშმაკებთანაც. მისი ლოცვა ყოველთვის აღესრულებოდა ჯვარცმული ქრისტეს წინაშე და მუდამ მოყრილი და ცრემლებით. იგივეს გვირჩევდა ჩვენც, რადგან ამბობდა, რომ სხეულის მდგომარეობა დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეუფეთა მეუფესთან ვსაუბრობთო. შემდგომში, როდესაც შეერთებულ შტატებში გვესაუბრებოდა თავისი სენაკის შესახებ, დიდი ნოსტალგიით იხსენებდა, თუ რაოდენ დიდებული და საოცარი რამეები გადახდა თავს. მამა ეფრემი იშვიათად მოქმედებდა ლოგიკით, მეტწილად რწმენით. როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჰქონდა, ლოცვაში ჩაიძირებოდა და ევედრებოდა ღმერთს, ეუწყებინა მისთვის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და ასეც ხდებოდა ცხადია. ხშირად ადამიანთა ლოგიკის საპირისპიროდ მიდიოდა, მაგრამ ამას საერთოდ არაფრად აგდებდა. უნდოდა რომ ქრისტესათვის მოსაწონი ყოფილიყო და არ აინტერესებდა ადამიანთა აზრი. სერობის ლოცვის შემდეგ ყოველთვის თავის სენაკში მიდიოდა და ზრუნავდა, რომ დაესვენა, რათა მომზადებულიყო ღამის თევისათვის, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და არ სურდა მადლის ნაყოფის დაკარგვა. ამრიგად, სერობის შემდეგ კარიბჭის დაკეტვამდე თუ ვინმე მაღალჩინოსანი სტუმარი მოდიოდა, ან რომელიმე ეპისკოპოსი, ან კიდევ ვინმე სხვა, გერონდა არაფრით არ შეცვლიდა თავის პროგრამას და სხვა ძმებს ავალებდა სტუმრის დახვედრაზე ზრუნვას, რადგან არანაირ მსხვერპლად არ უღირდა თავისი ღამის თევის საათების დაკარგვა. როდესაც ჩვენ რჩევას გვაძლევდა, მუდამ გვირჩევდა, რომ ყველაზე დამამდაბლებელი საქმეები გვეკეთებინა, როგორც თავად აღასრულებდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. იგი არასოდეს ცხოვრობდა ფორმალობისთვის, არამედ არსებითისთვის, რომელიც არის ღვთისმადლი. ერთხელ სულიერი სარგებლისათვის მითხრა: იცი, ნამყოფი ვარ მაღლაც და დაბლაც, მაგრამ ამჯერად დაბლის შესახებ გეტყვი. აქ ბერი გულისხმობდა, რომ
სტუმრობდა სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც. ჯოჯოხეთში როგორც ჩანს, საკმაოდ ხშირად მიდიოდა, რათა წარწმენდილთა სულებს დახმარებოდა. ვიდრე მათ მეორე მხარეს არ გადაიყვანდა. ვუწყით კიდევაც, რომ გადაყვანილი ჰყავს მეორე მხარეს ადამიანთა სულები. მან მიამბო ამერიკაში მცხოვრები ბერძნული წარმომავლობის ერთი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ, რომელიც მასთან აბარებდა აღსარებას. ამ ახალგაზრდას ჰქონდა ქორწინებამდე ურთიერთობები და გერონდა მას შეაგონებდა და სთხოვდა, რომ შეეწყვიტა, რათა სული არ წარეწყმიდა. ერთხელაც ქორწილის წინა დღეებში ხმაწვილმა რაღაც დანადგარი აიღო გაურკვეველი სამუშაოს შესასრულებლად. სამწუხაროდ მოწყობილობა ამოტრიალდა და ბიჭი დაიღუპა. ეს რომ ბერმა გაიგო, დამწუხდა და მითხრა: რა ვიღონო, ვერ დავტოვებ მას ასე. წავიყვანე ჩემთან ერთად ორნი, გულისხმობდა ანგელოზებს და ჩავედი მასთან შესახვედრად და დასახმარებლად. აღწერა თუ როგორი იყო იქაური მდგომარეობა. ცხადია, წარწმენდილნი არ იყვნენ შიგ ჯოჯოხეთში. არც ცხონებულნი არიან ღვთის სასუფეველში. არამედ მეორედ მოსვლამდე წინ და წინ იგემებენ ამ მდგომარეობებს, როგორც ამას წმინდა მამები წერენ. ასე შეხვდა ბევრს საუკუნეების განმავლობაში გარდაცვლილთ, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. იქ შეხვდა ამ ბიჭსაც, რომელიც როგორც ბერმა გვითხრა, სატანჯველებით გამოკეტილ საკანში იყო და უთხრა: როგორ ხარ შვილო? მან კი უპასუხა: ავად ვარ გერონდა, ძალიან მტკივა. და ცხადია, აქ შეჩერდა და აღარ გვითხრა, თუ რა დახმარება გაუწია მას. რადგან როგორც უკვე ვთქვით, ბერი დაფარულში ცხოვრობდა, არ სურდა ყველაფერი ეთქვა ჩვენთვის. წმინდა ფორფირი, კაფსო კალიველი, მამა ეფრემის მრავალ მონაზონს ეუბნებოდა: თქვენი მოძღვარი არ არის უბრალო წმინდანი, ამას გარდაცვალების შემდეგ ნახავთ. რადგან მან ქრისტესგან ითხოვა, რომ ვიდრე ამ ქვეყნად იქნებოდა, ადამიანი ვერ მიმხვდარიყვნენ მისი სათნოების საზომს და ასე ცხოვრობდა დაფარულში. ცხადია, ამას თავისი უხვის იმდაბლის გამო იქმოდა. მაგნისიის, პორტარიის მონაზონთა მოწმობით, არც თუ იშვიათი იყო შემთხვევები, როდესაც გერონდა მონაზვნების თანდასწრებით წირავდა მონასტრის ეკვტერში და წირვის განმავლობაში ეკვტერი გამოუთქმელი კეთილსურნელებით ივსებოდა. გერონდა კი წირვას დროებით წყვეტდა, რადგან როგორც თავად ამბობდა, იმ დროს თვით დედა ღვთისა იმყოფებოდა მათ შორის. ასევე სხვა მრავალი სულიერი შვილის მოწმობით. ამგვარი რამ ხშირად ხდებოდა შეერთებულ შტატებშიც, როდესაც სხვადასხვა ვითარებაში კეთილსურნელებით ივსებოდა ხან ავტომანქანა, ხან სახლი, ხანაც ეკლესია, სადაც წირავდა და როგორც თავად ეუბნებოდა მათ, თვით დედა ღვთისა თანამყოფობდა მათ შორის. ღირსი ფილოთეოსის მონასტერში ყოფნის დროს მამა ეფრემი სიმკაცრესა სიყვარულით ანაცვლებდა, რადგან განსჯის სული ჰქონდა და იცოდა, თუ როდის უნდა დაეჭიმა თოკი და როდის მოეშვა. როდესაც გადავიდა შეერთებულ შტატებში და დარწმუნდა იმ დიდ სირთულეებში, რომელშიც ადამიანთა სულები იმყოფებოდა, ქრისტესგან ითხოვა, როგორც ამას თავად ამბობდა, რომ მისთვის თავისი სიყვარული მიეცა, რათა უმციკლოდ მიეღო ქრისტესგან. შემდეგ კი ადამიანებისათვის გადაეცა, რომ შედეგი ჰქონოდა. ჩვენც ვსტუმრობდით რა გერონდას ამერიკაში. ზუსტად ვრწმუნდებოდით ამ ფაქტში, ისე რომ ვერც კი ვგებულობდით, თუ როგორ ხდებოდა ეს. მასთან არც თუ დიდი ხნის საუბრის შემდეგ შენში რაღაც გარღვევებას იწყებდა. სიხარული, დაუძლეველი სიყვარული, რის გამოც თვალზე ცრემლი გვადგებოდა და ვტიროდით მის წინაშე ისე რომ არ შეგვეძლო მდგომარეობის გაკონტროლება. და ასე ემართებოდა თითქმის ყველას. რა იყო ის, რაც ჩვენ გვავსებდა? ეს იყო აშკარად ქრისტეს სიყვარული, რომელიც ჩვენ და გაუცნობიერებლად
თავისთავად მოქმედებდა. თანაც ამ დროს მოძღვარი განსაკუთრებულს არაფერს არ აკეთებდა. უბრალოდ მას ვუცქერდით. ამგვარად იგი უშუალოდ თავად ქრისტესგან იღებდა სიყვარულს და გადასცემდა ადამიანებს. სწორედ ამიტომ მოახერხა ეს უზარმაზარი საქმე. მოინაგირა, მოალბო, გამოასწორა და შინაგანი ფერიცვალება მოახდინა ათასობით ადამიანთა სულებში, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით უფსკრული სპირას იდგნენ. გაურკვეველ მიზეზთა გამო, რომლებიც მხოლოდ ღმერთმა უწყის, ცხოვრების ბოლო წლებში მამა ეფრემსა საუბარი აღარ შეეძლო. მაგრამ ყოველივე ამისდა მიუხედავად, მაინც უამრავი ხალხი აწყდებოდა არიზონას წმინდა ანტონი დიდის მონასტერს. მარტოოდენ იმიტომ, რომ გერონდასაგან ყოველდღიურად აეღოთ ლოცვა კურთხევა და ეცქირათ მისი წმინდა სახისათვის. ამ ადამიანთათვის ეს ერთგვარი მეორედ შობა, ანუ ძალების განახლება იყო. გერონდას ღვაწლი ამერიკაში მართლაც უდიდესი იყო და ადამიანი ამას მხოლოდ მაშინ გააცნობიერებს, თუ კი ესტუმრება იმ მონასტრებს და საკუთარი თვალებით იხილავს მონაზონთა სიმრავლეს. ასევე მორწმუნეთა სიუხვეს, რომლებიც ამ მონასტრებში მიედინება. ჩიკაგოელი ბერძნები გვიამბობენ, როდესაც გერონდა აქ მოვიდა, ჩვენ ბერძნული ენა დავიწყებული გვქონდა. ეკლესიაში ჩვეულების გამო დავდიოდით. არ არსებობდა არსად მარხვა, აღსარება, გააზრებული ლოცვა. მიგვაჩნდა, რომ კათოლიკეებისა და პროტესტანტებისაგან არაფერი განსხვავდება. ბევრი ოჯახი დანგრეული იყო. სრულებით დაკარგული გვქონდა კონტროლი ჩვენს შვილებზე. როდესაც მოვიდა გერონდა, გარეგნობით მომცრო, მაგრამ სათნოებაში გოლიათი. გადაატრიალა ყველაფერი და დავიწყეთ სულიერი ცხოვრება. კვლავ გაერთიანდნენ ოჯახები, ჩვენი შვილებიც. ისევ ვიპოვნეთ მართლმადიდებლური აზროვნება. ასევე, როდესაც მონასტრები დაარსდა და საღვთისმსახურო და სალაპარაკო ენად ბერძნული დადგინდა, მხოლოდ მაშინ გაგვახსენდა დავიწყებული ენა. ამ ოჯახებიდან ბევრი ბავშვი მოვიდა გერონდასთან. გაიზარდა და ღვთის მოშიში მღვდელი გახდა. შეიმოსეს ანაფორა. მოუშვეს წვერი და მოძღვრავენ მორწმუნეებს მარხვის, აღსარების, ლოცვისა და ზოგადად სულიერი ცხოვრების შესახებ. ერთხელ ვფიქრობდი, რატომ ღებულობს გერონდა ყველა განსაცდელს თავის თავზე. მსგავსად იმ მეხამრიდისა, რომელიც თავისკენ იზიდავს მეხს, რათა შემოგარენში კი არ ჩამოვარდეს, არამედ მას დაეცეს. ასე აკეთებდა მოძღვარიც და საკუთარ თავზე იზიდავდა ყველა განსაცდელს, მუდამ ქრისტეს სიყვარულისათვის. ასე გაიარა დიდი გამოცდები თავის ცხოვრებაში მაშინ, როცა არასოდეს ესწრაფოდა ჩინებს, პატივს, დიდებას. ეძიებდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, თუ როგორ გადაერჩინა ადამიანთა სულები ჯოჯოხეთისაგან და მათ ქრისტესკენ გაძღოლოდა. ასე რომ რაკი თავადაც უნდა გამოცდილიყო და ის საქმეც, რომელსაც ღმერთი მისი მეშვეობით შექმნიდა ამერიკაში, ღვთის დაშვებით თავდაპირველად მას ბრძოლა დაუწყო მრავალმა ადამიანმა. უმთავრესად ჩვენი ეკლესიის პირებმა. თუმცა ეს არ გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ეკლესიის ისტორიისათვის. ყოველივე ეს მოძღვარმა დაითმინა დიდი ამტანობით, ძალზედ დიდი სიმდაბლით, მოთმინებითა და მოუკლებელი ლოცვით. ელოდებოდა რა თავად ღმერთს, პასუხი გაეცა ამ ყველაფრისთვის. რა თქმა უნდა ყველა ამ განსაცდელის, ცილისწამებისა და მწუხარების მიერ. მას შემდეგ რაც მოძღვარი გამოიწრთო როგორც ოქრო ბრძმედში, გარკვეულ დროს მოვიდა აღდგომა და ვითარება შეიცვალა. საქმემ გამრავლება დაიწყო. დაარსდა მონასტრები. განივრცოდა 17-ს მიაღწია. მონასტრები მონაზვნებით შეივსო. მრავალრიცხოვანი გახდა და ათასობით ადამიანი აწყდებოდა მათ. მიისწრაფდნენ რა მათკენ, როგორც სირმები წყაროს წყლისკენ. როგორც სულიერი მოძღვარი, მამა ეფრემი ცდილობდა, არ გადასულიყო მამათა გარდამოცემას და წმინდა კანონებს. როდესაც სულიერი მოძღვარი გახდა, როგორც თავად მითხრა, ამ საკითხებზე ღირსი ბერის, ფილოთეოს ზერვაკოსისა და ათონის მთის სხვა დიდი მოსაგრის, ღირსი დიონისეს მონასტრის წინამძღვრების,
გერონ და გაბრიელისაგან იღებდა რჩევებს. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ეს არის ეკლესიის გარდამოცემა. ძველები გადასცემენ ახლებს, რათა თავიდან იქნა საცილებული ნოვატორობები და მოძღვარმა გააჟღეროს არა პირადი, არამედ გამოცდილ სულიერ მოძღვართა მოსაზრებები. იგი მკაცრი მოძღვარი იყო, მაგრამ განსჯითა და სიყვარულით ვეუბნებოდი: მამაო, მოძღვართა უმეტესობას ბევრი წყალი აქვთ გარეული ღვინოში. ჩვენ კი იმ მცირედ დაგანი ვართ, რომლებიც ჩვენს პოზიციაზე ვდგავართ. ის კი პასუხობდა: ჩვენ, შვილო ჩემო, უკანასკნელიც რომ დავრჩეთ. კვლავ ამას ვიტყვით, იმიტომ რომ ეს არის მამათა გარდამოცემა და ჭეშმარიტება. ანუ ქრისტე და სწორედ ეს არ წყურებს ადამიანებს სინამდვილეში და მათ სულიერად ცვლის. ცხადია მისი ნათქვამის დასამტკიცებლად ამერიკაში არსებობს ათასობით ქრისტიანი, რომელთაც შეინანეს და მოექცნენ. მიუყვებიან რა ქრისტეს მიერი ცხოვრების გზას, არადა წინათ ღრმა წყდიათში იმყოფებოდნენ და ცხოვრობდნენ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უკიდურესად იყო ჩაძირული დაუცხრომელ კონსიუმერიზმში, ტკბობის მოყვარეობასა და ვნებებში. გერონდას გაგონებაზე, რომელიც არსებითად მათ გადასცემა ნათელ სახარებისეულ უწყებას, ასევე წმინდა მამათა სწავლებას, ჰქონდათ რა, იმავდროულად ნიმუშად მისი პირადი ცხოვრება. კვლავ ღვთის გზას მიუყვებოდნენ. ცხადია მის მონასტრებში დღესაც მიედინება ათასობით მართლმადიდებელი ქრისტიანი და არა მხოლოდ. გრძელდება რა ასე გერონდას მოციქულებრივი ღვაწლი. ეს მონასტრები იქცა შუქურად და თავშესაფრად. ჩვენი დროის ტანჯულ, დევნილ, სასოწარკვეთილ და დაღლილ ადამიანთათვის. მას ჰქონდა სულიერი განსჯის ნიჭი, რომელიც წმინდა მამათა თანახმად არის გვირგვინი, სათნუება. ამგვარად, ერთი და იმავე ცოდვის, შეცდომის თუ დაუდევრობის გამო, ერთს მსუბუქ კანონს დაადებდა, მეორეს კი შედარებით მძიმეს. იმის შესაბამისად თუ რაიდო მის წინაშე, მაგრამ ყოველთვის სიყვარულითა და დიდი მზრუნველობით, თითოეული სულისთვის, ჯერ კიდევ ამ ქვეყნად მყოფი, აღასრულებდა აურაცხელ სასწაულებს ადამიანთათვის, რისი მტკიცებულებებიც უამრავია. მას ჰქონდა ნიჭი, მისულიყო იმ ადგილას, სადაც საჭიროებას ხედავდა და განეჭვრიტა თუ რა ხდებოდა დედამიწის ყველა კუთხეში. მიდიოდა სულით, სხეულით. ეს მხოლოდ მან უწყოდა. ბევრჯერ უთქვამს, რომ მოდიოდა მონასტერში და ჩვენ გვაკვირდებოდა. ასევე მიდიოდა თავის სხვადასხვა სულიერ შვილებთანაც. იგი გვიხსნიდა, რომ მას ეს ნიჭი ღმერთმა იმიტომ მისცა, რომ ჰქონდა მრავალი საზრუნავი, ბევრი მონასტერი. აღსარებაზე იღებდა უამრავ ერისკაცს და ყოველივე ეს უნდა მოესწრო, რათა მოენახულებინა და ზედამხედველობა გაეწია ყველა იმ ვითარებისათვის. რა თქმა უნდა ხშირად, ამგვარი შემოვლის შემდეგ, რეკავდა ტელეფონზე ან რაიმე სხვა გზით ერეოდა საქმეში იქ, სადაც საჭიროება იყო და ამის შესაბამისად აგვარებდა სხვადასხვა საკითხს. ჩვენ 100%-ით ვიყავით დარწმუნებულები, რომ რასაც მამა ეფრემი ითხოვდა ღვთისაგან, ის ყველაფერს უსრულებდა, რადგან უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც მისგან რამე ადამიანურ ძალებზე აღმატებული უთხოვიათ. იგი ძალზე დიოლად პასუხობდა. კეთილი, გადაწყდა. ერთხელ ჩემი წინამძღვრობის საწყის წლებში, მაშინ, როდესაც ყოველ კვირაში საკმაოდ ვრცლად ვლაპარაკობდით ტელეფონზე, მას ვუჩვენებდი ყველა პრობლემას. ის კი დიდი მამობრივი მზრუნველობით მპასუხობდა და მარიგებდა. ერთხელ მმართველობითი ხასიათის მნიშვნელოვანი პრობლემა მოვახსენე და დახმარება ვთხოვე, რაზეც მან მითხრა: შვილო ჩემო, ეს საკითხი ახლა ძალიან გაწუხებს? დიახ მამაო, ვუპასუხე მე. დაახლოებით საღამოს 9 საათი იყო. მპასუხობს: კეთილი, ეს საკითხი მორჩა. კიდევ ხომ არ გინდა რამე? არა მამაო,
სხვა არაფერი მინდა, მაგრამ მორჩა? დიახ, ეს საკითხი მორჩა. აბა მშვიდობიან ღამეს გისურვებ. მიპასუხა მან. ამგვარად მეორე დღეს დილის 8 საათისათვის დაგვირეკეს ტელეფონზე საჯარო სამსახურიდან და გვითხრეს, რომ აღნიშნული საკითხი საბოლოოდ და უაპელაციოდ იყო დასრულებული. ძალზედ ბევრია მსგავსი შემთხვევები. თუ ჯანმრთელობის საკითხთან, თუ რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, ფლორიდის შტატის მონასტრების მიმართულებით დიდი ტაიფუნი მოდიოდა და შტატის ადმინისტრაციის მითითებით ხალხმა სახლების მიტოვება დაიწყო. მამების კითხვაზე, უნდა მიეტოვებინათ თუ არა მონასტერი, გერონდამ უპასუხა, არა, დარჩებით იქ და ღმერთი რაღაცას მოიმოქმედებს. რა თქმა უნდა, ტაიფუნმა იცვალა გეზი და საერთოდ არ გაუვლია იმ ადგილზე. ზღვისკენ გადაუხვია და იქ დასრულდა. იგივე ფენომენის გამეორებისას, იქ ფლორიდაში, რომელიც განთქმულია ტაიფუნებით, მამების კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, გერონდამ, რადგანაც ყოველთვის გაურბოდა თავის წარმოჩენას და არ სურდა საკუთარი შესაძლებლობებისა და სათნოების სიდიადის გამოვლენა, უპასუხა. კეთილი. წადით და შემდეგ ვნახოთ. და ტაიფუნმა კვლავ შეცვალა მიმართულება და საერთოდ არ გაუვლია მონასტრებთან. აი ასე მარტივად აგვარებდა სირთულეებს. ასევე ჩემი წინამძღვრობის დასაწყისში, როდესაც გამოუცდელი ვიყავი და განსაცდელების დათმენას ვცდილობდი, მამა ეფრემთან ერთ-ერთი საუბრის დროს, როცა ჩემში შიში და ძრწოლა შენიშნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ განსაცდელებს, დიდი მამაშვილური სიყვარულით, იმდენად დიდი, რომ შინაგანად შემძრა, მიპასუხა, შვილო, ნუ გეშინია. ჯვარს, რომელსაც ტვირთულობ, ჩემიც არის და მას ბოლომდე ერთად ვიტვირთავთ. ამგვარად, მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე დიდ უსაფრთხოებას ვგრძნობდით და ვამბობდით, რაც არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარი დედამიწის მეორე კიდეში იმყოფება, ის მაინც დაგვეხმარება, დაგვიფარავს და არ დაუშვებს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ამ ადამიანს სურდა სიკეთის მოტანა, მათთვის, ვინც მას ცილს წამებდა. ერთხელ გავიგე, რომ ვიღაც საერო მღვდელმა მას ცილი დასწამა და წავედი გერონდასთან. გამოვხატავდი რა პროტესტს იმ პიროვნების მიმართ. მით უფრო ასაკითაც ახალგაზრდა ვიყავი. გერონდამ კი ბუნებრივია შემაჩერა და მითხრა, კარგი სულელი ხარ, შვილო. მე ვეძებ ესეთ შესაძლებლობებს, რომ ჩამომრეცხონ ჩემი ცოდვები. ის შემთხვევითი შეცდომები, რომელთაც ყოველდღიურად ჩავდივარ. შენ კი მიდიხარ და საქმეს მიფუჭებ. მე ვხარობ, როდესაც ესეთი ადამიანების შესახებ ვიგებ. ისინი ჩემი კეთილის მყოფელნი არიან. ხოლო როდესაც ასეთი ადამიანები, რომლებიც მას ცილს სწამებდნენ, შემდეგ მასთან დახმარების ათხოვნელად მოდიოდნენ. ბერი დიდი სიხარულით ეხმარებოდა. შეიძლება ითქვას ძვირუხსენებლობითა და დიდი მადლიერებითაც კი. ყოველგვარი ძვირის ხსენების გარეშე, რასაც ახლა ვამბობთ, სხვაგან მოსმენილი კი არ არის, არამედ პირადად განვიცადეთ. მამა ეფრემი მთელი მსოფლიოსათვის ლოცულობდა და მოცული იყო თავისი სამშობლოსა და მისი მომავლის სიყვარულით. დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც ამერიკელებმა ითხოვეს, ჯარები თურქეთის გავლით გაეტარებინათ და წასულიყვნენ ერაყის დასარტყამად, გერონდამ მითხრა, შვილო, ბევრი ვილოცე, რომ თურქებმა უარი თქვან. საბოლოოდ ასეც მოხდა. ცხადია, ასე თურქებსა და ამერიკელებს შორის ურთიერთობების გასაუარესებლად მოიქცა და საბოლოოდ ასეც მოხდა. როგორც უკვე ვახსენეთ, მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების ბოლო წლებში ღმერთმა მას მეტყველების უნარი წაართვა, რომლის მიზეზიც მხოლოდ თავად უწყოდა. თანაც ჩვენთვის უკვე მრავალი რამ ჰქონდა ნათქვამი მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ეს ჩვევად ჰქონდა თავის საუბრებში. მე თქვენ ნახევრად და სულიერ მოძღვრებად გაქციეთ. უამრავი რამ იცით სულიერ ცხოვრებაშიო. ამდენად ეს უკანასკნელი წლები
მიუხედავად იმისა, რომ ვერ ლაპარაკობდა, მასთან სტუმრად მისვლა. ნამდვილი ხელმეორენათლობა იყო. ანუ ძალების განახლება, როგორც წინათ ვთქვით. იგი ენით უთქმელ მადლს გადმოსცემდა, ასე რომ, რა კი არ შეეძლო საუბარი, ნებას არ ხრთავდა დავლაპარაკებოდით მას ჩვენს პირად პრობლემებზე. მაგრამ ვიფიქრეთ, რომ თუ შინაგანად ვიტყოდით სათქმელს, გერონდა აუცილებლად გაიგებდა ამას. მართლაც, ვცადეთ ეს და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მრავალმა სხვა წინამძღვარმა, იღუმენიამ თუ ერის ხალხმა, რომლებთანაც განვიხილეთ ეს საკითხი, როდესაც მასთან ვიმყოფებოდით, მუხლს მოვიყრიდით, ხელს ჩავჭიდებდით და შინაგანად ველაპარაკებოდით. ვეუბნებოდით ჩვენს პრობლემებს, ჩვენს ცოდვებს, ვთხოვდით დახმარებას და დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩვენი ესმოდა. რა თქმა უნდა, საბერძნეთში დაბრუნებისას ვხედავდით, რომ ის, რასაც ვთხოვდით, ხორციელდებოდა. ბოლო შეხვედრისას მახსოვს, მის წინაშე დავიჩოქე და რაღაც მომენტში თავ დახრილმა მას რაღაც ვთხოვე. გერონდა სავარძელში იჯდა და მარცხენა ხელით სკვნილზე ლოცულობდა. მე მარჯვენა ხელზე ჩავჭიდე და შინაგანად ვთხოვე. დამხმარებოდა გარკვეულ საკითხში. დავამთავრე რა ჩემი სათხოვარი. როგორც კი თავი ავწიე, დავინახე, რომ გერონდას თითს მიქნევდა და მითხრა: მოთმინება. ანუ გულისხმობდა იმას, რომ რასაც ვითხოვდი, ვერ მოხდებოდა და მოთმინება იყო საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერი ესმოდა. ერთი ქალბატონი ცდილობდა რა დაეზუსტებინა ნამდვილად ესმოდა თუ არა გერონდას. მასთან იმ დროს მივიდა, როდესაც მოძღვარი სტუმრებს ტკბილეულს ურიგებდა. შინაგანად უთხრა: გერონდა, თუ ჩემი გესმის, მიმანიშნე. გერონდა მისკენ მიბრუნდა. აიღო 2 ცალი ტკბილეული მაშინ, როცა სხვებს სათითაოდ აძლევდა. მისცა იმ ქალბატონს და სახით ანიშნა, რათა მიმხვდარიყო, რომ მას ყველაფერი ესმოდა. ჩვენი მონასტრის ერთმა მონაზონმა მას შინაგანად დახმარებას თხოვა, რომ მისთვის გონება გაეხსნა და მისი ცხოვრება სათნო ყოფილიყო თავისი მოძღვრისთვის. გერონდა მარტოოდენ ამ სათხოვარმაც კი გააოცა და მას მიანიშნა. ეს უნდა შეასრულო და სხვა უამრავი შემთხვევა ნათლად ცხადყოფს. თუ რა სულიერ სიმაღლეზე იმყოფებოდა გერონდა. ერთხელ იქ, არიზონაში, ხაზგასმით და თითის დაქნევით მითხრა: შვილო, ვინც ბოლომდე დარჩება ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ, პასუხისმგებელი ვარ მის ცხონებაზე. ხოლო ვინც წავა, თავისუფალი ვარ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. მართლაც, გერონდამ მრავალგზის აღგვითქვა პასუხისმგებლობა ჩვენს ცხონებაზე. თავარია, რომ ბოლომდე დავრჩეთ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს იმიტომ, რომ ვიცოდით მოძღვარი ტყუილებს არ ამბობდა. ამიტომ დარწმუნებულნი ვიყავით და ვართ ამაში. თავარია, რომ ჩვენი მოვალეობები შევასრულოთ. ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი იყო წმინდა ეფრემ კატუნაკელისა, რომელიც ვახსენე კიდეც გერონდას წესის აგების მსახურებაზე. ეს ფაქტი 1986 წელს შეემთხვა გერონდას 2 სულიერ შვილს, რომლებიც წმინდა ეფრემ კატუნაკელს ესტუმრნენ და მისგან მოისმინეს შემდეგი: თქვენი მოძღვარი ძალიან მდიდარია, კი მაგრამ ჩვენი მოძღვარი გლახაკია და სულაც არ არის მდიდარი. არა, მდიდარია, სულიერად. ფულს იხდის და თქვენ ყველას სამოთხეში შეგიყვანთ. იგი ქრისტეს საყდრის წინაშე ვიხილე. როცა უფალი მას ეუბნებოდა: მამა ეფრემ, შემოდი შიგნით. ის კი წინააღმდეგობას უწევდა და ეუბნებოდა: კეთილი, ჩემო ქრისტე, დიდად მადლობელი ვარ, მაგრამ იმისთვის, რომ მე სამოთხეში შემოვიდე, მსურს რომ ყველა ჩემი მონაზონით შემოვიდეს. თავიდან უფალი შეყომდა, მაგრამ შემდეგ უთხრა: კარგი,
და ისინი შემოვიდნენ. თუმცა არის კიდევ რაღაც. მსურს რომ ერში მცხოვრები ყველა ჩემი სულიერი შვილით შემოვიდეს სამოთხეში. ვიდრე უკანასკნელი არ შევა. არც მე მსურს სამოთხეში შესვლა. კი მაგრამ ისინი ყველანი არ არიან სამოთხისთვის. უპასუხა ქრისტემ. თუმცა საბოლოოდ გერონდას დაჟინებაზე ქრისტე მოდრკა და ყველანი შეიყვანა სამოთხეში. აი კიდევ ერთი მოწმობა იმის შესახებ, რომ გერონდა მილოცა, რათა ღმერთს მისთვის ეჩვენებინა, ცხონდა თუ არა ყველა მისი მონაზონი და ერისკაცი. ერთხელ არა ამ ქვეყნიური გამოცდილება თავის დედასთან დაკავშირებით, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა თეოფანოს სახელით ოდიგიტრიას ღვთისმშობლის მონასტერში, მაგნესიის პორტარიაში და მიიცვალა თასოს მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერში. ხსენებული მონასტრები ორივე ღირსი ფილოთეოსის მონასტრის მეტოქიონებია. დედამისი იღუმენია თეოფანო ძალიან მოღვაწე და სათნოება მოსილი მონაზონი იყო. ერთხელ იგი ჩვენებაში იხილა. გერონდა ერთ სახლში იმყოფებოდა და შემოვიდა თავად იღუმენიაც, რომელსაც მის წინ მაგი დაედგა. მასზე კი დიდი წიგნი იდო. იღუმენია წიგნს ფურცლავდა და რაღაცას ინიშნავდა. ფურცლავდა. შემდეგ კვლავ რაღაცას ინიშნავდა. შემდეგ დახურა წიგნი. გერონდასაკენ მობრუნდა და უთხრა: დარწმუნებული იყავი, რომ ყველანი შიგნითაა. ქედი მოუხარა და წავიდა. მოძღვარმა კი დასძინა. იმიტომ არ მომიახლოვდა, რომ ახლა ის სხვა განზომილებაშია, მე კი სხვაში. იქ არიზონაში, წმინდა ანტონის მონასტერში. ის რეგიონი უდაბურია. მხოლოდ კაქტუსები და მსგავსი რამეები ხარობს. ზაფხულში საშინელი პაპანაქება და უწყლობაა. აგერ უკვე მრავალი წელია მონასტრის პერიფერიებში უამრავი ბერძენი და უცხოელი მართლმადიდებელი გერონდას სულიერი შვილი მივიდა და საცხოვრებელი დაარსა. ერთ-ერთი მათგანი დაახლოებით 2004 წელს გარდაიცვალა და 40 დღის შემდეგ მისმა მეუღლემ ძილში იხილა იგი და ჰკითხა: სად იმყოფები? რაზეც მან უპასუხა: ძალიან კარგად ვარ, მაგრამ იცოდე, რომ თავიდან ერთი ხმა წინ მიმიძღოდა. გააღეთ, ეს კაცი ეფრემისა არის. როდესაც რაიმე განსაცდელი გქონდა, ან რაიმე სირთულეს ვაწყდებოდით, გინდ ჩვენ, გინდ ერისკაცები, მისი სულიერი შვილები, გერონდა არა მხოლოდ სტანდარტულ იარაღს იყენებდა, არამედ უფრო ძლიერსაც. აი რას ვგულისხმობ. რაიმე განსაცდელის ან ბრძოლის განსაკარვებლად ერთადერთი რისიც ეშმაკს ეშინია, არის სიმდაბლე. მასში კი მოძღვარი ფრიადოსანი იყო. ამგვარად იგი ყოველთვის ურჩევდა იმას, რასაც თვითონ ასრულებდა პირად ცხოვრებაში. სიმდაბლის გზა, თუნდაც რომ ეს საერთო ლოგიკის საპირისპირო ყოფილიყო. მოვიყვან ერთ მაგალითს, რათა მარტივად შეძლოთ გაგება. ორ ძმას საერთო ბიზნესი ჰქონდა და ორივე მამა ეფრემთან აბარებდა აღსარებას. რაღაც მომენტში ერთმა ძმამ, ალბათ ძმის მიმართ შურის გამო, დაიწყო სიახლეების შემოტანა და ძმისადმი რაღაცეებში ბრალის დადება. საქმე სასამართლომდეც მივიდა, რის გამოც მეორე ძმა ძალიან დამწუხრდა. სიმსივნე აღმოაჩნდა, რომელიც სწრაფად განვითარდა და მას ბოლო მოუღო. სანამ ამ ცხოვრებიდან წავიდოდა, თავის შვილებს უთხრა: იცოდეთ შვილებო, რომ ბიძა თქვენმა რაღაც საბუთები წარმოგვიდგინა, რომელზედაც ხელი არ უნდა მოაწეროთ, თორემ ქუჩაში დავრჩებით. როდესაც მამა ამ ქვეყნიდან გავიდა, შვილები გერონდასთან მივიდნენ და ჰკითხეს: მამაო, მამამ გვითხრა ბიძის საბუთების შესახებ და გაგვაფრთხილა, ხელი არ უნდა მოვაწეროთო. თქვენ რა სიტყვით? შვილები ელოდებოდნენ, რომ გერონდა მათ ეტყოდა არ მოაწეროთო, მაგრამ მან საპირისპირო თქვა: არა, უნდა მოაწეროთო.
კი მაგრამ მამაო ქუჩაში დავრჩებით არა უშავს დაემორჩილეთ ჩემს სიტყვას მოაწერეთ ხელი და ნახავთ რას მოიმოქმედებს ღმერთი უპასუხა გერონდამ ამგვარად შვილები დაემორჩილნენ ბერს და ხელიც მოუწერეს დასაწყისში მართლაც ქუჩაში აღმოჩნდნენ მაგრამ მცირე ხანში დაიწყეს ახალი მეტად სარფიანი საქმე რომელმაც ნელ-ნელა უზარმაზარი მასშტაბები შეიძინა შექმნეს დიდი ბიზნესი დიდი ქარხანა და დღესაც ზენიტში არიან ბიძამ კი საბოლოოდ დახურა თავისი საწარმო და რა თქმა უნდა მანაც სინანულით მიაბარა სული უფალს ამ მეთოდს გერონდა ძალზედ ხშირად მიმართავდა ყველასთან და თან დასძენდა როდესაც ჩვენ წინ დიდ განსაცდელს დიდ წინააღმდეგობას ვხედავთ მაშინ უნდა ჩავკვინთოთ აი რას ვგულისხმობ როდესაც ზღვაში აღმოვჩნდებით და ჩვენკენ დიდი ტალღა მოდის თუ წინსვლა გვინდა იძულებულები ვართ ჩავკვინთოთ და ტალღის გადასვლის შემდეგ ამოვყვინთოთ თუ ასე არ მოვიქცევით ტალღა წაგვიღებს და უკან გადაგვაგდებს ასია სულიერებაშიც როდესაც ჩვენ წინაშე რაიმე განსაცდელს წინააღმდეგობას ჯანყს ვხედავთ იმისთვის რომ არ დავზიანდეთ და თავი ავარიდოთ ნებისმიერ ბოროტებას ვმდაბდებით და განსაცდელს ჩავლის საშუალებას ვაძლევთ შემდეგ კი ცივი გონებითა და არაცხელ გულზე დავაკვირდებით თუ გავუმკლავდით მას როგორც უკვე ვახსენეთ მამა ეფრემი იყო მიმბაძველი თავისი წმინდა მოძღვრისა გამოცდილი ხელმძღვანელი და დამრიგებელი მან წარმოაჩინა ბერთა და მონაზონთა დიდი პიროვნებები გამსჭვალულნი უბადლო მორჩილებით სამოღვაწო აზროვნებით ცხოვრების სიწმინდით ასევე მამა ეფრემის ერში მცხოვრები სულიერი შვილებიც არ ჩამორჩებიან მათ მოღვაწეობაში სულიერ მიღწევებსა და ქრისტესადმი მოშურნეობაში საჩვენებლად მოვიყვანთ ერთ სახასიათო მაგალითს ერთხელ გერონდამ მითხრა იცი აქ დიდი მოღვაწე ერისკაცებიც ყავს და აი მოისმინე რას წავაწყდი ამას წინათ მოვიდა დაახლოებით 50 წლის ერთი ქალბატონი რომლისგანაც აღსარებას ვიბარებდი და განმიცხადა სიმსივნე აქვსო თან დასძინა მამაო ძალიან გთხოვთ არ მინდა არანაირი სამედიცინო საშუალებების მიღება რათა 1 საათით ადრე წასვლა შევძლო ჩემს მეუფე ქრისტესთან კი მაგრამ შვილო იცი რას ამბობ გააქვს ძალა რომ ეს შეძლო დიახ მამაო თქვენი ლოცვით ძალიან გთხოვთ მომეცით ამის ნება ასეც მოხდა დიდ სქემოსან მონაზვნად აღკვეცე და ზეცაში ექსპრესით წავიდა მცირე ხნის შემდეგ კიდევ ერთი მივიდა მითხრა რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და დასძინა ძალიან გთხოვთ როგორც იმ ქალბატონს დაართეთ ნება მეც მომეცით საშუალება იგივენაირად მოვიქცე მონაზვნად აღვიკვეცო და უფრო სწრაფად წავიდე უტკბეს იესოსთან დარწმუნებული ხარ დიახ მამაო თქვენი ლოცვით და ასეც მოხდა ცოტა მოგვიანებით კიდევ მესამე მოვიდა და იგივე მითხრა მე დავიბენი კი მაგრამ თქვენ ვინ ხართ მსგავს მოშურნეობას ქრისტესადმი და გამბედაობას სიკვდილის წინაშე ჯერ არ შევხვედრილ ვარ ვუთხარი მას თუმცა მცირე ხნის შემდეგ ეს უკანასკნელი ცრემლ-მორეული წარმომიდგა და მითხრა ანალიზებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და საბოლოოდ სიმსივნე არ აღმოჩნდა გვაქვს ბევრი მოწმობები გერონდას ჩარევისა და სასწაულებისა ვიდრე ამ ქვეყნად იმყოფებოდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სადაც ხალხის დასახმარებლად მიისწრაფოდა მაგრამ დროის სიმწირის გამო არ შეგვიძლია ყველაფრის მოხსენება 2009 წელს ზეგარდმო მიღებული საღვთო უწყების შემდეგ გვითხრა რომ სამწუხაროდ ჩვენ ვიქნებით ვინც მესამე მსოფლიო ომს მოესწრება იმხანად ძალიან შორს ჩანდა ეს ომი მაგრამ დღეს ვხედავთ რომ ძალიან მიუახლოვდით მამა ეფრემა დასძინა რომ ამ ომის მიზეზი მამათ მავლობა და ზოგადად ბუნების საპირისპირო ცოდვები იქნებაო ანუ ამ ცოდვათა გამო ღმერთი დაამოხრუჭებს დაღმასვლას და დაუშვებს ამ რთულ გარემოებებს რომლის დროსაც დაიწვევიან ისინი ვინც ამ ცოდვებში იქნება ასევე ნათქვამი აქვს რომ მსოფლიოს დიდი შიმშილი მოიცავს რომლის ბოლოც მსოფლიო ომი იქნება
გულწრფელად ვაღიარებ, რომ ამის გაგონებაზე უიმედობაში ჩავოვარდი. ვინაიდან გერონდამ განჭვრიტა ის, რაც დამემართა. მეორე დღეს დასძინა. ეს შვილო ჩემო, იმისთვის კი არ გითხარი, რომ უიმედობაში ჩავარდი ან შეძრწუნდე. თქვენ არ გაგიuliათ არც მწუხარებები, არც შიმშილი, არც ომები, არც სამოქალაქო ომები, რომლებიც ჩვენ გამოვიარით. მოღვაწეობის დროა. იღვაწებთ, იბრძოლებთ, რათა გაგრძელება შეძლოთ. ხოლო თუ ღმერთი დაუშვებს, რომ ამ ქვეყნიდან წავიდეთ და ქრისტიანულად წავიდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მას შემდეგ რაც ამ ქვეყნიდან წავალ, მწუხარებები მოვა. დიდი მწუხარებები. გამრავლდება მწუხარებები. ორი იარაღი იქნება უძლეველი. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და ყოვლად წმინდა ღვთის მშობელო, გვაცხოვნე ჩვენ. როგორ მწუხარებასაც არ უნდა გადააწყდეთ. ეს ხმა მაღლა იძახეთ და უჩვენეთ ქრისტეს, რომ მისიანები ხართ. იცოდეთ, რომ იმ დღეებში ქრისტეს ნამდვილ შვილებს ანგელოზები დაიფარავენ, თავიანთი ფრთებით. არ არის საჭირო უიმედობა, არამედ მოღვაწეობა, სარწმუნოება და ბევრი ლოცვა. აქვე აღნიშნავთ ერთ შემთხვევას, რომელიც გერონდამ მოგვითხრა და ინტერნეტშიც გვაქვს გამოქვეყნებული. ერთხელ ვიღაც ბერი. ცხადია ეს თავად იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის დაფარულში ყოფნა სურდა. ქრისტეს წინაშე აღმოჩნდა და სთხოვა. დღევანდელ ადამიანთა უძლურების გამო ჩამოეწია ბარიერი იქიდან, სადაც იმ დროს იყო. რათა დღევანდელ ეპოქაში ადამიანები უფრო ადვილად ცხონდნენ. როგორც მოძღვარი ამბობდა, ქრისტემ მას აღკითხა. ანუ რა გინდა რომ მოვიმოქმედო? აი 10-დან. ასე პირობითად თქვა რომ უკეთ გაგვეგო. ჩამოვიდეთ 7-ზე. ქრისტე დასთანხმდა. შემდეგ აღკითხა. უფალო შეიძლება 6-ზე ჩამოვიდით. რა თქმა უნდა. ის ბერი ქრისტეს ადამიანთა სარგებლისათვის ევაჭრებოდა. ნებამიბოძეთ გამოვიყენო ეს სიტყვა და 6-ზეც დასთანხმდა ქრისტე. ჩამოვიდეთ 5-ზე. დიახ, ჩამოვიდეთ 5-ზეც. 4-ზე, 4-ზეც. 3-ზე. აქ ქრისტემ შეწყვიტა უკან დახევა. მაშინ როგორც გერონდა ამბობდა, დღეს ბევრად იოლია ცხონება. ბუნებრივია დიდი განსაცდელების, გამოწვევებისა და გამოცდების გამო, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანები. მაგრამ ქრისტე ამბობს, რადგანაც დღევანდელ ადამიანებს არ გაგაჩნიათ არავითარი სათნუება, სურს სულ მცირე, ამას მაინც იძახდით. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე და ყოვლად წმინდა ღვთის მშობელო მაცხოვნე ჩვენ. როგორც გერონდა ამბობდა, მხოლოდ ამ ფრაზებსაც კი, ვინც მათ გამუდმებით წარმოთქვამს, ძალუც ადამიანის სამოთხეში შეყვანა. ბუნებრივია გერონდა არც მოწყალების საქმეში ჩამორჩებოდა. ცოტა ხნის წინ გერონდას ერთი ყოფილი თანამოღვაწისაგან გახდა ცნობილი, რომ მამა ეფრემი ფულს აგროვებდა და მრავალშვილიან და ღარიბ ოჯახებს სახლებს ყიდულობდა. როდესაც არიზონაში გადავიდა, თითქმის ყოველდღე გადიოდა იმ რეგიონის ღარიბ მეზობლებში და საკვების გარდა გლახაკებს ურიგებდა ფულსაც, რომელსაც მომლოცველები აძლევდნენ. თანაც არც თუ ისე მცირეს, ძირითადად $100-იანებს. ღარიბი მექსიკელები და სხვა გლახაკები სასწრაფოდ მიდიოდნენ იქაურ ბანკში, დიდი კუპიურის გადასახურდავებლად. ბანკში მათ ეკითხებოდნენ, ვინ გაძლევთ ამ ფულს? ისინი კი პასუხობდნენ, ფულიანი კაციო. არ იცოდნენ სხვანაირად როგორ მიემართათ გერონდასათვის. გერონდაც პატარა ბავშვივით ხარობდა. როდესაც ხედავდა, თუ როგორ ელოდებოდნენ მას ყოველდღიურად ღარიბი და სნეული ადამიანები. მის გარდაცვალებამდე ნახევარი წლით ადრე, ერთი ახალ დაქორწინებული ახალგაზრდა კრეტიდან ათენში ჩავიდა სამუშაოდ. მისმა მეუღლემ ტელეფონით აცნობა მას ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, რომ მას მუცელი მოეშალა. რამაც დიდად დაამწუხრა ყმაწვილი. ღამით, რა კი ძილი არ ეკიდებოდა,
გადაწყვიტა ტელეფონში მამა ეფრემის, რომელსაც არც კი იცნობდა, რაიმე ქადაგებისთვის მოესმინა. იმავდროულად იესოს ლოცვას ამბობდა. კარგა ხნის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ იესოს ლოცვას ამბობდა, თავის სიახლოვეს ვიღაცის მძაფრი თანამყოფობა იგრძნო და რაღაც ხმა მკაფიოდ ჩასძახოდა მარჯვენა ყურში. გაიღვიძე, ბავშვი. დაახლოებით დილის 5 საათზე. როდესაც ყმაწვილი მეტად ჩაფიქრებული იყო, ბევრი მცდელობის შემდეგ მოახერხა, რომ თავის მეუღლეს ტელეფონზე დალაპარაკებოდა და მოთქმა ტირილით უთხრა. ძალიან გთხოვ მითხარი, ბავშვი კარგად არის? გერონდა ეფრემი მოვიდა და მითხრა გაიღვიძე ბავშვიო. მითხარი რომ კარგად არის. ამ დროს მეუღლესაც ტირილი წასკდა. მოგვიანებით აუხსნა, რომ გარკვეული პრობლემების გამო, როდესაც გულის სიტყვების წნეხის ქვეშ იყო, გადაწყვეტილი ჰქონდა წამლების საშუალებით მუცლის მოშლა. მაგრამ ისიც სთხოვა ღმერთს. თუ რაიმე შეცდომის ჩადენას დააპირებდა, ღმერთს გაეჩერებინა იგი. რა თქმა უნდა, როდესაც ყმაწვილმა მას ძილში გერონდასთან დაკავშირებული მოვლენა უამბო, მასაც ცრემლები წასკდა. ყველაფერი გადაიფიქრა და ბოროტებაც თავიდან აიცილა. ის ახალგაზრდა ჩვენ გვირეკავდა და გვეკითხებოდა, რატომ გააკეთა ეს ჩემთვის გერონდამ? მე არც კი მიცნობდაო. ცხადია, აქ გერონდას სიყვარული მოქმედებდა, რომელმაც ყმაწვილს აცნობა და მანაც სულზე მიუსწრო. ესეთი შემთხვევები უამრავია. ერთხელ როგორც ამას გერონდას მძღოლი გიორგი ყვება, როცა გერონდა აღსარებას იბარებდა ჩიკაგოს ერთ ეკლესიაში, მიუთითა მძღოლს, რომ ამა და ამ საათზე რომელიღაც სახლში უნდა წასულიყვნენ. აღსარების მიღების განმავლობაში გერონდამ კვლავ დაუძახა გიორგის და უთხრა: გეგმა იცვლება, ამა და ამ საათზე გარეთ მანქანასთან იქნები. სხვაგან უნდა წავიდეთ. მძღოლი ელოდებოდა და დანიშნულ დროს მოძღვარიც გამოვიდა. მაგრამ მანქანასთან მოვიდა ვიღაცა სხვა ქალიც. მაღალი, გამხდარი, შავებში ჩაცმული, დაახლოებით 50 წლისა. გერონდამ თქვა, ამ ქალბატონის სახლში უნდა წავიდეთ. წინ მძღოლი და გერონდა ჩასხდნენ. უკან კი ქალბატონი. გსად ქალბატონი საერთოდ არ ლაპარაკობდა. შემოიფარგლა მხოლოდ 2-3 წინადადებით. პირდაპირ იარეთ. აქ მარცხნივ შეუხვიეთ. აქ მარჯვნივ. აქ არის სახლი. გავჩერდით ძალიან პატარა სახლთან და შევედით. სახლი მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი ოთახისაგან შედგებოდა. აბა მომისმინე. ამა და ამ დროს დამიკაკუნებ კარზე და წამიყვან. მითხრა გერონდამ. კეთილი. მე ჩვეულებისამებრ მანქანის კართან ველოდებოდი. როდესაც მოვიდა დრო, დაუკაკუნე სახლის კარზე. რომ გერონდა წამეყვანა, მაგრამ კარი გერონდამ გამიღო. ავიღე მისი ჩანთა, თუმცა ქალბატონი შიგ აღარ იყო. ადგილზე გავშეშდი. ოთახს სხვა კარი არ ჰქონდა გარეთ რომ გასულიყო. ცხადია ქალბატონი შიგ არ იყო, რადგან მთლიანი სივრცე ერთიანი იყო. გამოვედით, ჩავჯექით მანქანაში. დავიძარით და რადგან დიდმა ცნობის მოყარეობამ შემიპყრო, ბერს ვკითხე. ვინ იყო ის ქალბატონი? რატომ არ მყავდა ნანახი აქამდე? გერონდამ არაფერი მიპასუხა. მამაო, გთხოვ, მითხარით, ვინ იყო ის ქალბატონი? ისევ არაფერი მიპასუხა. საბოლოოდ შევეშვი გერონდას. მეორე დღეს ზრახვებმა არ მომასვენა და წავედი სახლის საპოვნელად. რა თქმა უნდა, ჩიკაგო ზეპირად ვიცი, ისევე როგორც მთელი ის რეგიონი. წავედი იმ ქუჩაზე, სადაც წინა დღით ვიყავით. მივედი იმ მისამართზე, მაგრამ ის სახლი არ არსებობდა კონკრეტულ ადგილზე. ვერსად ვიპოვე. ალბათ ხვდებით, რაც დამემართა. დარწმუნებული ვარ, რომ თავად ღვთისმშობელი იყო. რადგანაც გზად მანქანა მრავალგზის აივსო საოცარი კეთილსურნელებით. ხოლო როდესაც მოძღვარს ამის შესახებ ვეკითხებოდი, ეღიმებოდა და ამბობდა: თვით ღვთისმშობელი იმყოფება ამ წუთას აქ. მისი გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე, ერთ-ერთ უცხოელ მართლმადიდებელს, რომელიც უწესო ცხოვრებას ატარებდა, ჩვენი რჩევით მისი მონახულება სურდა. იგი პროფესიით კარტის დიდი მოყვარული იყო. პოკერს თამაშობდა ლას-ვეგასში, რომელიც ანტონი დიდის მონასტერთან
პირობითად ახლობს მდებარეობს. მკითხა: რა ვთხოვო გერონდასო? უთხარი, რომ მამა ნიკოდიმოსმა გაგაგზავნა მასთან წმინდა მთიდან, რომ ვნებებისაგან გათავისუფლებაში დაგეხმაროს. მხედველობაში გქონდეთ, რომ მოძღვარი იმ დროს ვეღარ ლაპარაკობდა. მან მკითხა: თუ რომელ ენაზე უნდა დაესვა შეკითხვა? მე კი ვუპასუხე: რომელზეც გინდა მეთქი. რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ თარგმანს სული წმინდა შეასრულებდა. მივიდა მონასტერში. იპოვა გერონდა და სათხოვარი ინგლისურად უთხრა. გერონდამ მოусმინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. იმ წუთიდან მოყოლებული 6 თვის განმავლობაში ყველაფრის მიმართ გულგრილი გახდა. გერონდას გარდაცვალების შემდეგ გარკვეულწილად ურწმუნოება გამოიჩინა და მადლიც დაკარგა. მას შემდეგ დიდად ირჯება და დიდება უფალს ბევრ რამეს მიაღწია. მას შემდეგ, რაც გერონდა ამ ცხოვრებიდან გავიდა, ვაღიარებ, რომ თავიდან რთული პერიოდი გავიარე პირადად, რადგან დაკარგული გქონდა მადლის წყარო და ველოდებოდით თუ რა მოხდებოდა იქიდან, სადაც წავიდა. გარკვეული დროის შემდეგ გერონდამ გამოცხადება დაიწყო, თანაც არა პირადად ჩვენთან, არამედ ერისკაცებთან, ჩვენ სულიერ შვილებთან და ძირითადად იმ ადამიანებთან, რომლებიც უწინ მასთან აღსარებაზე დადიოდნენ. მათ შეტყობინებებს უგზავნიდა როგორც პირადად მათთვის, ისე ჩვენთვისაც. წინ და წინ სურდა ჩვენი მომზადება, განსაცდელისათვის, ჩვენი ინფორმირება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ჩვენი ხელმძღვანელობა. რაც არ უნდა უცნაურად სჩანდეს, გიდასტურებთ, რომ ეს ყოველივე არის მართალი და სრულებით გადამოწმებული. ამ გამოცხადებებში ნათქვამი აქვს შემდეგი: თქვენთვის მრავალჯერ მაქვს ნათქვამი, რომ გამუდმებით წარმოთქვათ ლოცვა, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და ყოვლადწმინდა ოღვთის მშობელო გვაცხონე ჩვენ. სამწუხაროდ ხშირად არ მესმის ეს. შეასრულეთ ეს, რადგან ეს არის პრობლემების გადაჭრის გზა. რამდენადაც შეგიძლიათ წარმოთქვით ეს ლოცვები, ესენი თქვენ გაცხოვნებენ. როდესაც თქვენი სული ზეცისაკენ სვლას დაიწყებს, კვლავ იესოს ლოცვა თქვით, რათა ქრისტეს სახელის გაგონებაზე საზღვრები გაგშორდეთ. მამა ეფრემს ასევე ნათქვამი აქვს: ახლა როცა ამ მდგომარეობაში ვიმყოფები, ჩემთვის ძალიან იოლია, რომ დამიძახოთ და მოვიდე. ამიტომ შეასრულეთ ეს. ეს კი იმას ცხადყოფს, რომ სულს მას მოუხმობდეთ. უამრავი მოწმობა გვაქვს. აღარ ვილაპარაკებ პირადად ჩვენ შესახებ, არამედ სხვა ქრისტიანებზე, რომლებიც როგორც კი გერონდას დასახმარებლად მოუხმობენ, დაუყოვნებლივ ერევა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ დიდი კადნიერება აქვს ღმერთის წინაშე. ეს მაშინაც ვიცოდით, როდესაც ცოცხალი იყო მით უფრო. ახლა ამიტომ მოგიწოდებთ, მოუხმეთ მას დახმარებისათვის. გისურვებთ, რომ ჩვენი ნეტარი და წმინდა მოძღვრის, ბერი ეფრემ ფილოთეველის ლოცვა კურთხევა თან დაგყვებოდეს და განგვამტკიცოს ჩვენ ყველანი ჩვენი უკვდავი სულის ცხონებისათვის ბრძოლაში. მისი ლოცვა გვეწეოდეს. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის, მოწვევისათვის, რომ თქვენთვის ორიოდე სიტყვა გადმომეცა პატივად და სახსოვრად ჩვენი ნეტარი მოძღვრისა. გმადლობთ ყველას იმ მოთმინებისათვის, რომელიც ჩემს მოსასმენად გამოიჩინეთ.